იცი რა არის ძალიან ხშირად, ნუ მით უმეტეს ბავშვები მყავს და ხშირად მიწევს რამდენიმე ანალიზის გადამოწმება, გადმომოწმება და ნუ მართალი გითხრა, ცოტა შეწუხებული ვარ, დაყრილი ვარ და ბოლოს რომელს ვენდო მართლა აღარ ვიცი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას, ზუსტადაც მაგას ყველა ნებისმიერ დროს ალბათ თავარი ზუსტი დიაგნოზის დასმა. ანალიზებს ხო? ანალიზების პასუხი. ეს ყველა მონაცემები ანალიზებისთვის იგზავნება გერმანიაში და მე უკვე იქიდან ჩამოდის პასუხი და არის იმდენი ფუნქცია რომ სახშივე მოგართმევენ პასუხს თუ ანალიზ აგიღებენ და სახშიში გამოძახენ. ეს გერმანია ძალიან აქტუალურია. ხალხი შემოვიდა ჩვენ. მაგრამ ბაიერნი ბარსელონა დღეს. მართლა? გერმანიის დღე გვაქვს. გერმანია, ხო, გერმანია კომფორტი და ხარისხი გამოირჩევა. თიკა, მაგრამ იცი საქმე იმაშია, რომ ასეთი მომსახურება ერთადერთი არ არის და ამიტომ ზუსტად ძალიან მაინტერესებს, რითი გამოირჩევა ეს მომსახურება, რა პრივილეგიები აქვს, რა პრიორიტეტები აქვს, რა სიახლეები აქვს, რა დროის ვადებში ხდება ეს ყველაფერი და ალბათ სტურებს ეცოდინება. შენ რო არ გეკითხები, ზუსტად მივხვდი. იცი რა არის, ჯერ გვეყოლებიან სტუმრები, რომელთანაც დეტალებს გავარკვევთ, თუმცა მანამდე ჩვენ გვაქვს სიუჟეტი, რომელიც ნიამ მოგვიმზადა, რომელიც ეს სიუჟეტი გადავდოთ ცოტა ხანი, ხო? სტუმრების შემდეგ კი, ეხლა სტუმრებს უხმოთ და სიუჟეტი ერთად პარალელურად გამზადება და გავუშვათ. კითხვებიც უფრო წამოვა და წამოვა. კარგით, მე თანახმოვარ, გადავდოთ მაშინ სიუჟეტი და მაშინ მოვიხმოთ სტუმრებს. რამე სათქმელი არ გაქვთ სხვა. ჩვენთან მინდა სტუმრად მოვიხმო ირინა აბრამიძე, ექიმი და ნუცა იმნაძე, შტუტგარტის ლაბორატორიის მარკეტინგის განყოფილების უფროსი. თუ შეიძლება მოვბრძანდით. ხო, ალბათონებო. გამარჯობა. დიდი მადლობა, რომ მოვბრძანდით დღეს ჩვენთან. დიდი მადლობა, რომ მოვბრძანდით და მოგვიტანეთ ესეთი სასიხარულო მე ვიტყოდი, ახლა სამედიცინო მომსახურება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში და ეს თამამათის ყურს სასიხარულო ინფორმაცია, როდესაც ასეთი კლასის და რანგის ლაბორატორია იხსნება ჩვენთან. მოგვიყევით, აი რომელი გერმანული ხარისხი ქართულად ჟღერს რაღაცა გასაოცრად. წინვალეთ, აბა უფრო კი ბატონო, სილაბი თვითონ არის 12 წელზე მეტი არის სოფლიო ბაზარზე არსებობს გერმანული ლაბორატორიების ქსელია, ყველაზე დიდი ქსელია ევროპაში, გერმანიის გარდა ის 18 ქვეყანაში არსებობს და სექტემბრიდან უკვე შტუტგარტის ლაბორატორია მისი ოფიციალური წარმომადგენელია. გამოკვლევის საკმაოდ ფართო სპექტრი გვაქვს, რაც მთავარია, თქვენ უკვე აღნიშნეთ და ვიტყურე, საკმაოდ მისაღები ფასებია და რაც ყველაზე მთავარია ის რომ არის ანალიზები ზუსტი, ცდომილება არის მინიმალური, რაც აუცილებელია დიაგნოზისთვის, შემდეგ სწორად კურნალობისთვის და ამ ყველაფრის გარანტიას ჩვენ რა თქმა უნდა ვიწყებთ. რა ვადებში ხერხდება, იმიტომ რომ გერმანიაში წასვლა და წამოსვლა ხო ფაქტია, რომ დროს უკავშირდება. ვადები არის ერთი კვირის განმავლობაში პასუხი უკვე ჩამოდის ხოლმე, უკან თუ ეს რაღაცა ეს ანალიზი არ არის რაღაცა სპეციფიური. და დავუშვათ დაჩქარება შეიძლება ამ ვადისა თუ არ შეიძლება? დაჩქარება შეიძლება, კი ყველაფერი შეიძლება რა თქმა უნდა. ისიც ამერესეს, აი არის რამე სხვაობა სხვა ლაბორატორიებისგან, იმიტომ რომ მე როგორც თქვი, რა თქმა უნდა ხარ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ერთადერთი ესეთი მომსახურება არ არის ეს ლაბორატორია და ამიტომ მინდა რომ სხვაობა ძალიან ბევრია. ჯერთი მინდა ერთ რაღაცას გავუსვა ხაზი, რომ ჩვენ ადგილზე ჩვენს ლაბორატორიაში, ლაბორატორია არ აქვს, ანუ ჩვენ გვაქვს ის აუცილებელი აღჭურვილობა, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ავიღოთ მასალა უმაღლეს დონეზე და შემდეგ უკვე გაიგზავნოს გერმანიაში. მინდა აღნიშნო ის, რომ როდესაც პასუხი ჩამოდის გერმანიიდან ჩვენთან, იქ უკვე პასუხში არის მითითებული გერმანელი პროფესორის სახელი და გვარი, ვინც ჩაატარა კვლევა და ასევე მისი ყველა კოორდინატები, რაც საშუალებას აძლევს პაციენტსაც და ექიმსაც, რომ დაიკონტაქტონ მას პირდაპირ კავშირზე გადიან და კიდე რაც არის აქ თავარი ისე, რომ როცა ჩამოდის ეს პასუხი, არც არ არის მშრალი პასუხი, ანუ იქ არის ფაქტობრივად დიაგნოზი აქვს ხელში პაციენტს და პლუს შემდეგი რეკომენდაციები გერმანელი პროფესორებისგან. რაც შემდგომ უნდა მოყვეს. რეკომენდაციები ცალკე დამატებით მომსახურება. არა, ეს ანალიზ მოყვება ყველაფერი შედის ამ ყველაფერში. ალბათ ძალიან საინტერესო არის ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი რისკები. ცდომილების არა, ჯერ ნახოთ კეთრიატია ეს მომზადებული სიუჟეტი ამ თემაზე და შემდეგ ირენას უკვე კითხვი დავბრუნდებით. ნახოთ. სუსტი, უტყუარი და სანდო ანალიზის პასუხის მისაღებად შტუტგარტის ლაბორატორიას საშუალოდ კვირაში 100 ადამიანი სტუმრობს. ხარისხის გარანტორი კი გერმანიაში არსებული სილაბის ლაბორატორიაა, სადაც ყველა ეს ანალიზი იგზავნება. საქართველოში მისი წარმომადგენლობა უკვე მერვე თვეა მუშაობს. სილაბი გახლავთ ერთ-ერთი წამყვანი ლაბორატორია მსოფლიოში. შტუტგარტის ლაბორატორია ერთადერთი წარმომადგენელია საქართველოში სილაბის ლაბორატორიის. ყველა ანალიზი კეთდება მხოლოდ გერმანიაში და პასუხი იგზავნება გერმანიიდან საქართველოში.
სილაბის ლაბორატორიას ევროპის 17 ქვეყანაში აქვს ფილიალი. ბოლო თაობის ანალიზატორების მეშვეობით საქართველოში 3000-ზე მეტი სახის ლაბორატორიული ტესტი ტარდება. შტუტგარტის ლაბორატორიას აქვს სხვადასხვა მიმართულების სერვისები, ეს არის ადგილზე აღება, სისხლის და გამზადება, ასევე სხვადასხვა კლინიკებში, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან მასალის მოტანა და ბინაზე მომსახურება. ბინაზე მომსახურების სერვისი გახლავთ უფასო, ანალიზის საფასურში შედის თანხა და 24 საათიანი არის მომსახურების დრო. აღებული ანალიზების სპეციალურ პირობებში ინახება და მისი ტრანსპორტირება გერმანიაში დაუყოვნებლივ ხდება. ყველაფერი წინ მიდის ტექნიკა, მიდის მეცნიერება და ის ახალი კვლევები, ახალი მიღწევები უპირველეს ყოვლისა ეცახება ხოლმე მედიცინაზე. და რაც უფრო მაღალტექნოლოგიურია მედიცინა, მაღალტექნოლოგიურია თქვათ ექიმის თვალსახედვა, რომელიც მაქსიმალურად იყენებს ამ მიღწევებს, შესაბამისად პაციენტისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა ბევრად უფრო ადვილი ხდება. ზუსტი და უტყუარი ანალიზის პასუხები ეს არის ის, რაც ექიმებს დიაგნოზის დასასმელად პირველ რიგში ჭირდებათ. გვაქვს სამწუხაროდ ისეთი შემთხვევები, როდესაც ლაბორატორიული კვლევის მეთოდებს ემყარება ექიმის დანიშნულება და ექიმის დიაგნოსტირება. გამომდინარე იქიდან, რომ პატარა ცდომაც კი უკვე შეიძლება შეგვიყვანოს ძალიან დიდ შეცდომაში და მოგწეს განსხვავებული დიაგნოზი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჰორმონალური გამოკვლევების აბსოლუტურად სიზუსტეს. იქნება მცდარი ლაბორატორიული ანალიზი, იქნება მცდარი ექიმის დიაგნოზი. შესაბამისად, კურნალობა წავა აბსოლუტურად სხვა ხაზით და სხვა კუთხით. არის შემთხვევები, რა თქმა უნდა, ყველა ექიმს ქონია შემთხვევა, როდესაც მოუტანიათ თუნდაც სხვა კლინიკიდან ანალიზი და იმავ პერიოდში გაკეთებულა იმავდროულად ჩვენ კლინიკაში და არ დამთხვევია ერთმანეთს ანალიზების პასუხები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას თუ როგორ არის აღჭურვილი თვითონ ლაბორატორია. მარტო აღჭურვასაც არ აქვს, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა. დაცული უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ყველა კლინიკაში და ყველა ლაბორატორიაში სანეპიდ რეჟიმი, მასალის აღების რეჟიმი, როგორ არის აღებული მასალა, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ამას და როგორ იქნება ის გაკეთებული, რამდენად სწორად და რამდენად კარგი პროფესიონალი, რამდენად კარგად წაიკითხავს აი მონაცემებს, რამდენად კვალიფიციურია კადრი ლაბორატორიაში. შტუტგარტის ლაბორატორიაში სისხლის ჩაბარებიდან პასუხების მიღება ერთ კვირაში არის შესაძლებელი. ნახეთ სიუჟეტი ბევრ რამეზე იქნა გამახვილებული ყურადღება, მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენ როგორც მომხმარებლებს გვაინტერესებს ცდომილების ამბავი. მოკლედ, რატომაც ხდება ყოველთვის ეს გადამოწმება, დუბლირება და რატომაც არის ყველაზე რატომღაც უფრო დიდი ნდობა, ვთქვათ, უცხოეთში გაგზავნილი ანალიზების. აი, კაპიტანი ირინა, რას გვეტყვით აი ამ რისკებზე, ცდომილების რისკებზე? მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მივესალმებით ჩვენ მაყურებელს. მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის როგორც ექიმისთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. ანუ თუ არ გაქვს ზუსტი დიაგნოზი, ანუ არ იცი შესაბამისად რას უნდა უმკურნალო. ანუ ზუსტი დიაგნოზი არის საფუძველი შემდეგ წარმატებული მკურნალობის. მე მინდა მოვიყვანო მაგალითად ჰეპატიტის დროს, ვიცით ყველამ რომ ღვიძლი განსაკუთრებით მგრძნობიარია საერთოდ მედიკამენტოზური დატვირთვების მიმართ და არასწორი მკურნალობის გამო მას ხშირად უწევს ხოლმე, ასე ვთქვათ, სტრეს